22 წლის თებერვალში დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი. ერთი თვით ადრე 25 იანვარს გამოჟონა ამერიკულმა კვლევამ, რომლის ერთ-ერთი თავის სახელია გერმანიის დასუსტება, ამერიკის გაძლიერება. წამში ფეიკად მოინათლა, წაიშალა, გადაკეთდა, გადმოკეთდა, დაიცინა, მოკლედ ძალიან ძნელი საპოვნელი გახდა. ნახოთ რა ეწერა ესეთი ამ დოკუმენტში და რამდენად სრულდება ეს წინასწარმეტყველება გამოჟონვიდან 3 წლის შემდეგ. ანალიზით იწყება. აშშ-ის ეხლანდელი ეკონომიკა გვეუბნება, რომ არ შეუძლია ფუნქციონირება გარე წყაროების ფინანსური და მატერიალური დახმარების გარეშე. ეკონომიკური სიტუაციის გაუარესება უეჭველად შეასუსტებს დემოკრატიული პარტიის პოზიციებს 2022 წლის ნოემბერში და ბაიდენის იმპიჩმენტამდეც შეიძლება მივიდეთო, რაც ყველაფრის ფასად უნდა ავირიდოთ. ყურადღება შეკითხვა: როგორ აპირებს ამერიკა გარე წყაროების მოძიებას ბაიდენი რომ გადაარჩინოს იმპიჩმენტს? შეგახსენებთ დოკუმენტის თარიღს 2022 წლის 25 იანვარი. სასწრაფოდ გვჭირდება რესურსების შემოდინება განსაკუთრებით საბანკო სისტემაშიო და მხოლოდ ნატოს და ევროკავშირის ქვეყნებიდან შეგვიძლია ეს რესურსები ამოვიღოთ უმნიშვნელო სამხედრო და პოლიტიკური დანახარჯებით. მოკლედ, რაღაც კრიზისი შემოგვექმნა ამერიკაში და ფულს ნატოსგან და ევროკავშირისგან ამოვიღებთ. გერმანიის სიძლიერე ორ მთავარ წყაროზე დგას: ულიმიტო იაფი ენერგია რუსეთიდან და იაფი ელექტროენერგია საფრანგეთის ატომური სადგურებიდან. ანუ ჩასახსნელია ერთისგანაც და მეორესგანაც. საფრანგეთი ცოტა რთული თემა იყო. ფრანგული ელექტროენერგიიდან გერმანიას ესე ადვილად ვერ ჩახსნიდა და ასეთი გამოსავალი ნახეს. საფრანგეთი ატომურ საწვავს ორი მხრიდან იღებდა: რუსეთთან იაფი ვაჭრობით და აფრიკიდან თავისი კოლონია ნიგერიდან. მაგრამ ამ დროს საფრანგეთს უცებ ნიგერიდან აგდებენ და საფრანგეთის ენერგომოხმარება წლიგურად 68 მილიარდი დოლარით ზრდება. ანუ გერმანიაც ემშვიდობება საფრანგეთის იაფ ელექტროენერგიას. ესეც პირდაპირ წერია დოკუმენტში. არასტაბილური ვითარება საჰელის რეგიონში საფრანგეთის ენერგეტიკის სექტორს კრიტიკულად დამოკიდებულს გახდიდა ავსტრალიურ და კანადურ ატომურ საწვავზე და მერე უკვე სადაზვერო წყაროების გამოყენება გვაძლევს საშუალებას ზეწოლა მოვახდინოთ საფრანგეთზე. ამის მერე გერმანიას რჩება მარტო იაფი რუსული ენერგია და აქედანაც ჩასახსნელია. დოკუმენტის მიხედვით გერმანიის მიერ რუსული ენერგიის დაკარგვა მხოლოდ ერთი გზითაა გარანტირებული. უნდა ჩავითრიოთ ორივე მხარე კონფლიქტში უკრაინაში. ჩვენი სამომავლო ქმედებები რუსეთს უეჭველად სამხედრო ძალის გამოყენებას აიძულებს. რუსებმა შეუძლებელია უპასუხოდ დატოვონ უკრაინული არმიის მასიური მობილიზება არაღიარებულ დონბასის რეგიონთან. ეს მოგცემს საშუალებას რუსეთი აგრესორად გამოვაცხადოთ და სანქციების მთელი რიგი პაკეტები დავადოთ. ომის დაწყებიდან მალევე რუსეთ-გერმანიის მილსადენი Nord Stream 2 ფეთქდება და გერმანია გარანტირებულად კარგავს რუსულ გაზს. ამ წუთამდე რაც მოგიყევით, ყველაფერი ზედმიწევნით ახდა და ეს დოკუმენტის მხოლოდ პირველი 2 გვერდია. აც უკვე შემდგარ ფაქტზე 2022 წელს ულევი ფაქტჩეკერი გვიმტკიცებდა, რომ ეს სისულელე და დეზინფორმაცია იყო. ალბათ მალე ფაქტჩეკერების გამოჩნდებიან.